თენგიზ ჯაოშვილისა და სპარტაკ ასანიძის სახელობის ტურნირი კრივში 3 დღე გრძელდებოდა. ტურნირში მონაწილეობის მისაღებად 17 სხვადასხვა ქალაქიდან ჭიათურაში 150 მოკრივე ჩავიდა. სხვადასხვა წონით კატეგორიებში გამოვლენილი წყვილები ტურნირის დასკვნით ეტაპზე ერთმანეთს პირველობისთვის ეპაექრებოდნენ. ტურნირი კარგად მიმდინარეობს, კარგი ბრძოლები ტარდება. ახალი სახეები ახლა იმ ასაკში, რომელიც მსოფლიო პირველობისთვის ემზადება და აგვისტოში მსოფლიო პირველობაზე უნდა გამოვიდეს, იმ ასაკის ბავშვები აქ ნაკლებად არიან, მაგრამ არის 1-2 ბავშვი, 3 ბავშვი შეიძლება დავასახელოთ, მათ შორის ჭიათურლები, რა თქმა უნდა, რომლებმაც შეიძლება მიიღონ მონაწილეობა მსოფლიო პირველობაზე აგვისტოში, უკრაინის დედაქალაქ კიევში. გორი, რუსთავი, თბილისი, ქუთაისი, გალი, საჩხერე ეს არასრული ჩამონათვალია იმ ქალაქებისა, რომელთა წარმომადგენლებიც თენგიზ ჯაოშვილისა და სპარტაკ ასანიძის სახელობის თასისთვის იბრძოდნენ. მივესალმები ამ ტურნირს. იგი თავიდან ატარებდა სახელოვანი ქართველი სპორტსმენის ჭიათურელი ლამაზი ვაჟკაცის თენგო ჯაოშვილის სახელს სამწუხაროდ მისი მეგობარი, ჩემი ოჯახის ახლობელი სპარტაკ ასანიძეც მიემატა და მათი ორივეს ტურნირი სახელობის ტურნირი. რა თქმა უნდა, ოჯახისთვის ეს ძალიან დიდი დაფასებაა. მე ბედნიერი ვარ ამით, რომ ეს ჩემ ქალაქში ხდება, ბედნიერი ვარ იმით, რომ ამდენი ახალგაზრდაა ჩართული, ბედნიერი ვარ იმით, რომ არა მარტო ვაჟკაცები გაიზრდებიან, ისინი სულიერათაც ვაჟკაცები იქნებიან, ერთმანეთს ემეგობრებიან და მომავალში ეს მეგობრობა გადაიზრდება სამშობლოს ქვეყნის დიდ სიყვარულად და ლამაზ საქმეებს გააკეთებიებენ ამ ახალგაზრდებს. წყვილთა თანრიგში 17 ჭიათურელმა მოკრივე მიბრძოლა. მათ შორის 9 პირველ ადგილზე, 5 მეორეზე, ხოლო 3 მესამეზე გავიდა. გამარჯვებულ მოკრივეებს სამახსოვრო სიგელები, საჩუქრები და თასები ჭიათურის მაჟორიტარმა დეპუტატმა მალხაზ წერეთელმა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან მახათაძემ გადასცა. სპორტი მე მინდა აღნიშნო, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ახალგაზრდებისათვის. თამეთუ მე პირადად ვფიქრობ, რომ როგორც სხეულის გაჯანსაღება ეხმარება სულიერ გაჯანსაღებას ადამიანებს და საბოლოო ჯამში ჩვენი ახალგაზრდები მიეჩვევიან იმას, თუ როგორი უნდა იყოს ცხოვრებაში, როგორი მებრძოლები უნდა იყოს, როგორი შემართებულები უნდა იყვნენ და რა თქმა უნდა ჩამოყალიბებიან პირველ რიგში როგორც ღირსეული და ვაჟკაც ქართველებად. ტურნირის მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ ჭიათურა ტურნირს კარგად ორგანიზებული შეხვდა. მოკრივეებმა ყურადღება ტურნირის მნიშვნელობაზეც გაამახვილეს. თვითონ შეჯიბრების ჩატარებაზე ორგანიზება, როგორც აღნიშნე, ძალიან კარგია და მთავარი ის არის, რომ საქართველოს პირველობაზე მოსავლეებს წელიწადში ერთხელ უწევთ გამოსვლა და აი ესეთი ტურნირები აძლევს მათ გამოცდილებას. რა თქმა უნდა და ძალიან სასურველია, რომ ჩატარდეს ხოლმე ასეთი ტურნირები. ძალიან დიდი მადლობა მინდა გამოუცხადო როგორც კრივის სკოლის ხელმძღვანელობას, ისე ჭიათურის ხელმძღვანელობას, რომ ასე ლამაზად და ასე ორგანიზებულად ტარდება ეს ტურნირი ყოველ წელს. წელს მაინც განსხვავებულია, ძალიან ორგანიზებულად მიმდინარეობს. ვისაც მადლობას მოვახსენებ. სპორტული ღონისძიება ჭიათურაში 27 სპორტული სკოლის ეგიდით მიმდინარეობდა. 17 რაიონიდან არიან ჩამოსული. ფაქტიურად თითქმის ყველა რაიონი ვისაც აქვს კრივის სპორტ სკოლა. ასე გაშინჯეთ ოკუპირებული რაიონები და გალის რაიონიდანაც ჩამოსულები არიან სპორტსმენები. დღეს მიმდინარეობს ფინალური ორთაბრძოლები, ფინალური ორთაბრძოლებში არის 27 წყვილი და ძალიან დაძაბულია, ნახოთ ახლა. საბედნიეროდ გასახარია, რომ ჭიათურის 13 ფინალისტი ყავს ჭიათურის სპორტ სკოლიდან რაიონიდან წარმომადგენელი დღეს ფინალში. ჯილდო თეიმურაზ ლორთქიფანიძესაც ერგო. დამსახურებული სპორტსმენი და ჭიათურაში კრივის ფუძემდებელი ჭიათურელთა კავშირის თავმჯდომარემ დააჯილდოვა. ჭიათურლები არ მივიწყებთ ჩვენი ქალაქის ერთგული ადამიანების გვარს და ჭიათურელთა კავშირი დღეს გადასცემს სიგელს ბატონ თეიმურ ლორთქიფანიძეს იმ უდიდესი დამსახურებისათვის, რომელიც მას აქვს ჩვენი ქალაქის წინაშე. კიდევ ერთხელ მოვახსენებთ მათ მადლობას. დიდი მადლობა ბატონ თეიმურ. ნოდარ დარბაიძე ერთ-ერთია იმ 17 ჭიათურელს შორის, რომელიც საპრიზო ადგილზე გავიდა. მე ჩავატარე 2 ბრძოლა და დავიკავე პირველი ადგილი. ბრძოლა უფრო დაისესა გამიჭიდა, რადგან ეს ცოტა რთული მოწინააღმდეგე იყო და მაინც მოვახერხე და გავიმარჯვე.
მოკრივის სკოლა წარმატებულ ტრადიციებს აგრძელებს. ნათელი მაგალითია ის, რომ ჭიათურაში აღზრდილი მოკრივეების ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირზე ჭიათურელმა მოკრივეებმა თასები არ დათმეს. რა თქმა უნდა, 15 მოკრივე ხონდა ფინალში, დღეს ფინალებია, თქვენ რა ხედავთ, მაგას 7 უკვე ჩემპიონია. 7 მომოში კიდე გამოსასვლელია და მინდა მაყოფილი ვარ. თეგო ჯაოშვილის ტურნირი ტარდება მე-13-ით, სპარტაკასაძის ტურნირი ტარდება მე-2-ით და მინდა რომ ჩამოსულ ტურნირს 17 რაიონი ჩამოვიდა. დიდი მადლობა მოახსენო, 140 მონაწილეა. ძალიან დიდი რაოდენობა ბავშვების. თენგიზ ჯაოშვილის სახელობის ტურნირი უკვე მე-13-ით გაიმართა, ხოლო წელს მეორედ გათამაშდა სპარტაკ ასანიძის სახელობის თასი. ტრადიციად ქცეულ თენგიზ ჯაოშვილის სახელობის ტურნირს მეორე წელია ასევე ახალგაზრდა ტრაგიკულად დაღუპული ჭიათურელი მოკრივის სპარტაკ ასანიძის სახელი დაემატა. ორივე მოკრივეს აღიარებდნენ როგორც ძლიერ და პერსპექტიულ მოკრივეებად. ახლა კი მათი სახელობის ტურნირი მათსავე მშობლიურ ქალაქში ყოველწლიურად იმართება და ყოველ ჯერზე მონაწილეთა რაოდენობა იზრდება.